მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მინდა დაგელაპარაკოთ. CP, ანუ საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა, არასამთავრობო ორგანიზაცია, გამოდის ინიციატივით და სთავაზობს საქართველოს ხელისუფლებას, რომ 2014 წელი გამოცხადდეს ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წლად. ძირითადად ეს ეხება შახდენის და ეს ეხება ხუდონხეს. ანუ 2014 წელი გამოაცხადოთ ამ ორი მნიშვნელოვანი პროექტის, შახდენიზის და ხუდონხესის წლად. აღნიშნული ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს პროექტები შესაძლებელია გონივრული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში ვაქციოთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, რომელიც ერთის მხრივ შექმნის ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდისთვის ხელსაყრელ გარემოს, მეორეს მხრივ შეუწყობს ხელს სახელმწიფოში ენერგოდამოუკიდებლობის, ენერგოუსაფრთხოების კომპონენტის მატებას და ამ თვალსაზრისით ხარისხი ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელოვნად გაიზრდება და მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენ საშუალება გვექნება გონივრული სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში ეს პოლიტიკა კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ოჯახების, მთელი საზოგადოების საჭიროებებზე მიმართოთ და ამ საჭიროებებს მოვარგოთ. არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ძალიან ბევრი კითხვა ეჭვი საზოგადოებაში ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ბუნებრივია ეს კითხვები არსებობს, იმიტომ რომ ასეთი ტიპის მასშტაბური ღონისძიებების, ასეთი ტიპის მასშტაბური პროექტების განხორციელება ყოველთვის იწვევს გარკვეულ კითხვებს საზოგადოებაში. ჩვენი მიზანი, CP-ის მიზანი არის დავიწყოთ ჯანსაღი დიალოგი საზოგადოებას, ხელისუფლებას, ინვესტორს, დაინტერესებულ მხარეებს, ექსპერტულ წრეებს შორის და რაც შეიძლება გამჭვირვალე, ტრანსპარენტული გავხადოთ ეს პროცესი, იმიტომ რომ თავად პროცესის წინა მოსამზადებელი პერიოდი რამდენად ეფექტურად იქნება ჩატარებული, რამდენად ჯანსაღი და სწორი კომუნიკაცია იქნება განხორციელებული საზოგადოებასთან, რამდენად კარგად აუხსნით საზოგადოებას, თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ოჯახს და არა მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც ეს მსხვილი პროექტები უნდა განხორციელდეს, მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული თავად პროექტების წარმატების ხარისხი. შესაბამისად, ხელისუფლება ორიენტირებული უნდა იყოს გახსნილობაზე, ხელისუფლება ორიენტირებული უნდა იყოს კომუნიკაციაზე საზოგადოებასთან და ჩვენც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტული წრეები, ხელისუფლება, ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ მასშტაბური პროექტების რეალიზაციით, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს კომუნიკაცია იყოს შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, პრემიერის აპარატს, ენერგეტიკის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, სამინისტროებს, ანუ იმ ეკონომიკურ ბლოკს, რომელიც წარმოადგენს დღეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ 2014 წელი მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების, როგორც საქართველოს მომავალი გასაღების წლად გამოცხადეს. კონკრეტულად ეს არის შახდენიზი და კონკრეტულად ეს არის ხუდონის პროექტი. ხო, მაგრამ პარტია რაშუაში CP-ის ბუნებრივია, რა თქმა უნდა, მე გახლავართ უშუალოდ ენერგეტიკულ პროექტებზე მუშაობ თუ და ავტობანებიც მოხდება ან სხვა ინფრასტრუქტურული პარტიულ კუთვნილებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მე გახლავართ ახალი მემარჯვენეების ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი, ანუ ეკონომიკური მიმართულება და ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ახალი მემარჯვენეები განსაზღვრავენ და სთავაზობენ საზოგადოებას. მე ვრჩები ბუნებრივია, ვრჩები არა მხოლოდ როგორც პარტიული კუთვნილების თვალსაზრისით, არამედ იდეოლოგიურად ამ პლატფორმაზე, მემარჯვენე პლატფორმაზე, მაგრამ ეს არის მეორე პროექტი, რომელშიც მე მონაწილეობ და რომელსაც ხელმძღვანელობ, ეს არის საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა, არასამთავრობო ორგანიზაცია,
რომელიც ორიენტირებულია საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიზანშეწონილობის საკითხის კვლევაზე, პოპულარიზაციაზე, ჯანსაღი კომუნიკაციის აწყობაზე, ხელისუფლებას, საზოგადოებას, ექსპერტულ წრეებს შორის, რათა ჩვენ სწორი დასკვნების, სწორი ანალიზის საფუძველზე მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების გადასაწყვეტი. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, შაჰდენიზი, ხუდონხესი, სხვა მაგისტრალური სადენები და მათ შორის თქვენს მიერ ხსენებული ინფრასტრუქტურა დაკავშირებული ასე ვთქვათ საგზაო მაგისტრალების მოწყობასთან, საპორტო ინფრასტრუქტურის სრულყოფასთან და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა რომ ყველა საზოგადოების ყველა ფენა, ყველა ნაწილი იყოს ჩართული ამ პროცესში და ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება სწორ ანალიზზე დაფუძნებული და რაც მთავარია, ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა. სიპი აქტიურად მონაწილეობს ამ პროექტში. მე ვთვლი რომ ხუდონის თემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოსთვის. ეს არის გარკვეულწილად ინსტრუმენტი იმისა, რომ საქართველოს განვითარება და პროგრესი ენერგეტიკული სიმძლავრეებითაც სამომავლოდ იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ თუ დაუშვებთ რომ მინიმუმ 3% მაინც უნდა იყოს მშპ-ს, ანუ ეკონომიკის ზრდა უახლოესი წლების განმავლობაში. ამ ზრდას თან ახლავს გარკვეული სირთულეები დაკავშირებული ენერგეტიკული სიმძლავრეების აუთვისებლობასთან. ხუდონი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და პრაქტიკულად ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში უალტერნატივოდ შემიძლია მივიჩნიო, რომელმაც შეიძლება უზრუნველყოს საქართველოს წინსვლა. ჩვენ თუ არ გვინდა რომ ეკონომიკური განვითარება მინიმუმ 3%-ზე მაინც იყოს საქართველოში, მაშინ შეგვიძლია უარი ვთქვათ ხუდონზე, მაგრამ ჩვენ დავრჩებით იმ დონის განვითარების თვალსაზრისით იმ დონის ქვეყნად, რა დონეზეც ჩვენ დღეს ვართ. ძალიან ბევრს საუბრობენ ზოგადად ალტერნატივებზე, ხო? შეიძლება რაღაც სხვა მეთოდები იქნას გამოყენებული, სხვა ინსტრუმენტები გამოყენებული ენერგოეფექტურობის, ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. მე შეგახსენებთ და წარმოგიდგენთ ერთ კონკრეტულ დოკუმენტს. ეს არის მსოფლიო ბანკის კვლევა საქართველოს ენერგო სისტემის პრაქტიკულად ალტერნატივების კვლევა. და სწორედ ეს დოკუმენტი, ეს არის მსოფლიო ბანკის დოკუმენტი, ითვალისწინებს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მინიმუმ 3% მაინც სურს, რომ ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს წლის განმავლობაში, ხუდონის და ხუდონის ტიპის პროექტები მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისით პრაქტიკულად უალტერნატივია. დიახ. ბუნებრივი. ასევე დიდ ქესებთან დაკავშირებით საკმაოდ წინააღმდეგობრივია დამოკიდებულება საზოგადოების დაკავშირებით მოსახლეობა და დიდი ქესები. იცით, მე სწორედ ამიტომ ვახსენე კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ჯანსაღი კომუნიკაცია, რომელიც გარკვეულ პრაგმატულ ანალიზსა და კონკრეტულ პრაგმატულ გათვლებზე იქნება დაფუძნებული. ბუნებრივია, არის პრობლემები, რომელიც უკავშირდება ადამიანების განსახლების თემას. მე შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, მაგალითად ხუდონთან დაკავშირებით, ხუდონის პროექტით განსაზღვრულია კონკრეტულ ციფრებს ეხლავე მოგახსენებთ. ხუდონის პროექტის არეალში ექცევა 4 სოფელი. რეალურად ეს არის ის რაც გეზეშეთი არის, ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებით არის დადგენილი და იმ ტექნიკურ-ეკონომიკური გათვლებით და პროგრამით არის გათვალისწინებული, რაც საბოლოო ჯამში სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის კონკრეტული ხელშეკრულებით მემორანდუმით არის გაფორმებული. ითვალისწინებს 4 სოფლის, ხაიშის, გაგმახაიშის, დაკარიზის და ტობარის სრულ განსახლებას. ეხება განსახლება 769 ადამიანს. ეს არის 184 ოჯახი. მათ შორის 224 საცხოვრებელი სახლი და 584 საფლავი, რომელიც
გადატანას საჭიროებს. ეს არის ის, რაც სოციალური ზემოქმედების სახით შეიძლება მოხდეს ამ ადამიანებთან დაკავშირებით. პროექტით გათვალისწინებულია ორი კომპონენტი, განსახლების გეგმა, რომელსაც სახელმწიფო დაადგენს საბოლოო ჯამში და კომპენსაციების გაცემის გარკვეული მექანიზმი, რომელიც უნდა მიეცეთ ამ ადამიანებს. კომპენსაციები მე შემიძლია გითხრათ ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგადად, რომ ეს იქნება პრაქტიკულად უპრეცედენტო ოდენობის კომპენსაცია, რომელიც უახლოეს პერიოდში საქართველოს რომელიმე მოქალაქეს მსგავსი ტიპის განსახლების დროს მიეცა, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული კომპენსაციები, საკმაოდ მაღალი კომპენსაციები იყო, მაგრამ ბევრი კითხვის ნიშანი იყო. ამ თვალსაზრისით კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით დღეს საზოგადოებაში მერწმუნედ არანაირი კითხვის ნიშანი არ იქნება. არც ამდენიმე სქემა, რომელიც იქნება თავადი მოსახლეობის ასარჩევი, ეს არის ფულადი კომპენსაცია მთლიანად, მეორე არის ფულადი კომპენსაცია პლუს ქონება და მესამე მთლიანად ქონების ჩანაცვლება, ანუ აუშენებენ შესაბამისად გარკვეულ საცხოვრის მათთვის სასურველ ადგილს ან შეუძენენ კონკრეტულად. რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს, ეკლესიების თემა, ბუნებრივია, ესეც გარკვეულ პროცედურებს საჭიროებს და ეს საკითხები საპატრიარქოს კომპეტენციაა. ეკლესიები იქნება გადატანილი და ხელახლა აშენებული, გადატანილი იქნება საფლავები, მაგრამ ბუნებრივია, ეს არ ხდება, ასე ვთქვათ, დრაკონული მეთოდებით. ეს საჭიროებს კომუნიკაციას ადამიანებთან, ამ ადამიანებთან მოლაპარაკებას, როგორც ინვესტორის, ასევე ხელისუფლების მხრიდან და როცა ჩვენ ვიძახით, რომ CP გამოდის ინიციატივით, რომ 2014 წელი, სწორედ მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების წლად გამოვაცხადოთ, სწორედ ამას გულისხმობთ, რომ ეს თემები, ასე ვთქვათ, კულისებში და კულუარებში კი არ უნდა წყდებოდეს, ეს თემები უნდა წყდებოდეს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის, საზოგადოებასთან აქტიური ურთიერთობის ფონზე. ყველა უნდა ჩავერთოთ ამაში. ჩვენც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ხელისუფლება, არ მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტროს სახით, ინვესტორი და ყველა ადამიანი, რომლისთვისაც ერთის მხრივ ტკივნეულია აი ეს კონკრეტული ტექნიკური დეტალები დაკავშირებული მოსახლეობის გარკვეული რაოდენობის გადასახლებასთან და მეორეს მხრივ საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხვალინდელი დღე პროგრესზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული სიმძლავრეებით. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი, გქონდეს მობიბინე ტყეები, მდელოები, ძალიან ლამაზი ლანდშაფტი, მაგრამ ჩვენ ვერ უზრუნველყოთ ეკონომიკური განვითარება ქვეყნის. ჩვენ ვერ უზრუნველყოთ იმ სიმძლავრეების ენერგეტიკული მხარდაჭერა, რომელსაც მინიმუმ 3%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში ექნება მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან.